მაშასე დაუბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის დასაწყისში ევროპარლამენტში რეზოლუცია მსახდება, რომელსაც ხვალ განიხილავენ 7 ვერსია იყო ამ რეზოლუციის და რაც ხა ნანახი გვაქვს დრაფტები, იქიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუცია იქნება, რომელიც კი აქამდე მიუღია ევროპარლამენტს. თუ რა წერია ამ რეზოლუციაში, ამაზე უფრო დაწვრილებით გვეტყვის თამარ ნუცუბიძე, ჩემი კოლეგა, რომელიც ბრიუსელში მუშაობს, თამარს მივესალმები, თამარ გამარჯობა. გისმენ და რითი არის ეს რეზოლუცია განსხვავებული მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცოტა სკეპტიციზმის არის ამ რეზოლუციებისადმი საქართველოში, რომ კი ბატონო იღებს ევროპარლამენტი ამ რეზოლუციებს და მე რა ვთქვა ეს კითხვა ჩდება ხოლმე. გამარჯობა კიდევ ერთხელ მერაბ, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ახლა ვიმყოფები ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც იმართება ორდღიანი მინისტერიალი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების და ტრადიციულად მინისტერიალის დაწყებამდე ბრიფინგ ჟურნალისტებისთვის მართავს ნატოს გენერალური მდივანი. შესაძლებლობა მქონდა შეკითხვა დამესვა მარკ რუტესთვის, როგორ აფასებს ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ასევე მე კონკრეტულად დავასახელებ ზია ამაღლობელის кейსი და მას უთხარი, რომ ჩვენი კოლეგა უკვე თვეზე მეტია შიმშილობს და რას ფიქრობს ის, როგორ იქცევა ამ ვითარებაში ნატოს ასპირანტი ქვეყანა. და მისი მოკლე პასუხი, რომელიც ასეთი იყო, რომ მან უკვე გააკეთა შეფასებები არჩევნების შემდეგ პერიოდზე საქართველოში, მარკ რუტე ამბობს, რომ ის გამოხატავს და იმედოვნებს, რომ საქართველო მაინც დაუბრუნდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, სწორედ იმ გზას, როგორც გენდივანმა აღნიშნა, რომელშიც ამ ქვეყნებს ერთიანი ფასეულობები აქვს, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. აი ეს იყო მისი პასუხი, რაც ძალიან ნაცვლად აჩვენებს მერაბ, რომ მაშინ, როდესაც ბრიუსელში ჩამოსული არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის მდივანი და ზოგადად გეოპოლიტიკურ გადალაგებაზეა საუბარი და საუბარია იმ ტრენდებზე, რაც იქნება უახლოეს მომავალში მსოფლიოში, როგორი იქნება ნატო, როგორი იქნება ევროკავშირი. აი ამ პასუხით მე პირადად შემიძლია ჩემი გამოცდილებით ვთქვა, რომ საქართველო ალბათ საერთოდ არაფერში აღარ მოიაზრება, რაც ძალიან სამწუხაროა, როცა საქართველო იყო ერთ-ერთი. ანუ შენ ამბობ, რომ ნატოსაც ინტერესი აქვს დაკარგული? ნამდვილად, მერაბ ჩემდა სამწუხაროდ მისი პასუხი ჩემთვის იყო იმის მაჩვენებელი, რომ ანუ ახლა საქართველოზე ნატოს მხრივ არანაირი კონცენტრირება არ არის ყურადღების. მით უმეტეს თუ შევადარებ, რომ კითხვები დასვეს ჩემმა კოლეგებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და მოლდოვაზეც კი მას გაცილებით ვრცელი და ჩაღრმავებული პასუხი ჰქონდა პოლიტიკურ რაკურსში. და ეს რა თქმა უნდა ძალიან საწყენია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებო, შენ ძალიან კარგად იცი, რომ წლების განმავლობაში საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა იყო ყველაზე წარჩინებული ნატოში და საქართველო კონტრიბუტორია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ პირველი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია სამშვიდობო მისიებში და ახლა დღეს ფაქტიურად საქართველოზე საუბარიც აღარ არის ალიანსში. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციის დრაფტს, რომელიც ხვალ იქნება კენჭისყრაზე გატანილი, მე დღეს ორმა სხვადასხვა წყარომ მომაწოდა იდენტური დოკუმენტი ამ დრაფტისა, მე გადავამოწმე ისინი და ერთი სიტყვაც არ არის სტომილება ორ დოკუმენტ შორის და ამიტომ შემილია ვთქვა, რომ უდიდესი პროცენტულობით სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ხვალ კენჭისყრაზე გატანილი. პროცედურით არის იმის შესაძლებლობაც, რომ უკვე ადგილიდან რომელიმე დეპუტატმა მოითხოვოს შესწორების ინიცირება და ამ ცალკეულ შესწორებასაც უნდა უყარო კენჭი. ახლა რაც ეხება თავად დოკუმენტის შინაარს, მე ვიტყოდი ჩემი გამოცდილებით ასევე და აწლიანი აქ მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ განსხვავება სხვა რეზოლუციებთან დაკავშირებით არის ტონი, ანუ ჩვენ როგორც ვეძახით wording-ი. აი 28 პუნქტია ამ რეზოლუციის დრაფტში და თითქმის ყველა პუნქტში ხვდებით ისეთ სიტყვათა წყობას, რომელიც არასდროს საქართველოსთან მიმართებით არ იყო გამოყენებული. მე აი ამოვიწერე კიდევაც, აი მაგალითად ხვდებით ესეთ სიტყვებს. თვით დანიშნული, თვით აღიარებული, თვით პროკლამირებული ხელისუფლება. ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ჩანაწერ, სადაც აღნიშნულია, რომ ევროდეპუტატები თვლიან, რომ თვით აღიარებულმა ქართულმა ოცნებამ მოახდინა საქართველოს დაწყვეტება, სახელმწიფოს დაწყვეტება. ასევე აღნიშნული არის, რომ მაგალითად ასევე რომ არალეგიტიმური პოლიტიკური ძალა. ანუ ძალიან ხშირად ხვდებით აი ამ სიტყვებს, რაც არასდროს არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებით ადრე გამოყენებული. პირდაპირ არის აღნიშნული და მოწოდება, რომ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციად საქართველოში ევროპარლამენტი მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილს, მოუწოდებს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს, არამედ ნახეთ როგორი ჩანაწერია, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მოუწოდებს სხვადასხვა ორგანიზაციებს და მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეებს სხვადასხვა ორგანიზაციების, რომ არ მოხდეს ცნობა ქართული ოცნების და ბოიკოტიც კი გამოუცხადონ ქართულ ოცნებას. აი ესეთი ჩანაწერი არის და მოწოდება არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართ, რომ მომავალ საბჭოს ხდომაზე ბრიუსელში, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე მოიწვიონ სალომე ზურაბიშვილი და ასევე ის დაესწროს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების თანამეგობრობის შეხვედრას, ტრადიციულად ამ შეხვედრას ყოველთვის საქართველოს მხრიდან ესწრება პრემიერ-მინისტრი, თავიდან შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ბოლო შეხვედრას კი აგერ სულ რამდენიმე თვის წინ უნგრეთში დაესწრო ირაკლი ყობახიძე. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ეს ჯერჯერობით უცნობია. კიდევ ერთი მომენტი, რაც შეეხება მედიას. ასე ჩაშლილი და ასეთი კონკრეტული რეზოლუცია მედიასთან დაკავშირებით აქამდე არ ყოფილა, რადგანაც ფაქტიურად გამიჯნულია, რომ ერთ მხარეს ევროდეპუტატები ამბობენ, რომ დგას კრიტიკული მედია, რომელიც იმყოფება ფინანსური კრიზისის წინაშე და ძალიან ცოტა აქვს ფინანსები და მეორეს მხრივ ისინი წერენ, რომ არის მთელი რიგი ტელეარხების და ჩამოთვლილი სამი არხი არის დასახელებული, იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი და საუბარია იმაზე, რომ ისინი ანუ ორი განმარტება, ან პროსახელისუფლებო, ანუ რომელიც უფრო ანუ მათ მხარეს არის, ან პირდაპირ წერია, რომ მათ დაქვემდებარების ქვეშ არის და ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეს პირდაპირ არის ნათქვამი და აღნიშნული არის, რომ სწორედ მათი მფლობელების მიმართაც იყოს აი სანქციები არის საინტერესო. თამარ, როგორც ვიცი, აქ სახელობითად არის ჩამოთვლილი, ხო? ძალიან ბევრი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები. აი ვის ეხება და ბიზნესმენებიც არის დასახელებული. კი, მერამ, ესეც ჩემთვის პირადად იყო სიახლე და განკვირვებულიც დავჭი, რადგანაც მე წაკითხული მქონდა ორი დიდი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის დრაფტი, რომელიც ახლა უკვე დევს ოფიციალურ ვებგვერდზე, IPP-ის და RENEW-ს, სადაც მათ დრაფტებშიც იყო პერსონალურ სანქციებზე საუბარი და გვარები, თუმცა ის რაც ნახე ერთიან რეზოლუციის დრაფტში, ნამდვილად ჩემთვის მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთი რაოდენობის სახელები და გვარები პირველად არის ჩაწერილი, რამდენიმე პუნქტი ეხება თარგეტირებულ პერსონალურ სანქციებს, ერთ პუნქტში არის უფრო კონკრეტულად საუბარი ბიძინა ივანიშვილის როლზე ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ სწორედ მის გამო ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს და ამიტომაც მოთხოვნა არის, რომ ის დასანქცირდეს და საინტერესო კიდევ ვიცით რა არის, ჩვენი კოლეგის ზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე ერთ-ერთმა ევროდეპუტატმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ახლა უნდა მოითხოვონ დეპუტატებმა საფრანგეთისგან, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მისი დასანქცირება და ესეც არის ჩაწერილი. ანუ მოხდა ამ პოზიციის დაფიქსირება, წერია, რომ საფრანგეთმა უნდა ჩამოართვას მას ღირსების ორდენი და საინტერესო ისიც არის, რომ სანქცირებასთან დაკავშირებით აღნიშნულია და პირდაპირ დაკონკრეტებულია, რომ უნდა იყოს დაყადაღებული მისი აქტივები, რომელიც მას გააჩნია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
და კიდევ მე რა საინტერესო იცით რა არის აი ამ ტექსტში ძირითადი მიმართვა არის ევროკავშირი და უფრო ჩადაზუსტება 25 ქვეყანა. რაც ნიშნავს იმას, რომ ანუ არც არის მოლოდინი თუნდაც იმ ორი ქვეყნისგან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან, რომ ისინი მაინც შეუერთდებიან და კონსოლიდირებული პოზიცია შეიძლება იყოს. თამარ, აი ეს ნაწილი გავმარტოთ უფრო დეტალურად. ანუ აქ საუბარი არის, რომ პარლამენტი მიმართავს ხო ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს, მაგრამ რადგან იქ არის ორი ქვეყანა, ვთქვათ უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელიც ფაქტობრივად უფრო პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა და არ უჭერს ხოლმე არანაირ სანქციებს მხარს ქართული ოცნების წინააღმდეგ, ამიტომ საუბარი ამის შესახებ, რომ ევროკავშირმა ერთიანი გადაწყვეტილება კი არ მიიღოს, არამედ 25 ქვეყანამ ორმხრივად, ანუ თვითონ როგორც ინდივიდუალურმა ქვეყნებმა მიიღონ ეს სანქციების შესახებ გადაწყვეტილება. ხო, ეს რო აუხსნათ ზუსტად. ანუ გამომდინარე არსებული ვითარებისგან და მე ვთვლი რომ ძალიან კარგად არის მომზადებული ტექსტი, რაც აჩვენებს სრულ ინფორმირებულობას ევროპელი კანონმდებლების, ზუსტად მაგიტომ რომ არ დატოვონ რაღაცა გამოსავალი, იმდენად კონკრეტულად არის დაწერილი ტექსტში, რომ ანუ იქეთ სთავაზობს ევროპარლამენტი გზებს, როგორ შეიძლება მოხდეს პასუხისმგებელი პირების დასანქცირება. არის მითითებული, რომ მოუწოდოს ევროკავშირს წირე 25 ქვეყანას წევრ ქვეყნებს, ესე იგი ევროკავშირის და ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის მაგალითად საპარლამენტო ასამბლეებს, რომ აი მოხდეს ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. ძალიან კონკრეტულად არის მითითებული ვისკენ არის მიმართული ეს სანქციები და რაც შეეხება ანუ შემდეგ შენ თქვი გვარებზე ცალკე პუნქტი არის უკვე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პუნქტი არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პიროვნებები როგორც ბიზნესი ასევე პირდაპირ წერია ვთქვათ პროპაგანდისტები და მედია მენეჯერები სადაც ძალიან დიდი ძალიან ბევრი გვარია ფაქტიურად ივანიშვილის მთელი ოჯახია შვილებთან ერთად გვარებით ჩამოთვლილი მისი ახლო გარემოცვა გრიგოლ ლილუაშვილი გომელაური ასევე იმედის მფლობელიც დასახელებულია ლაშა ნაცვლიშვილი და საკმაოდ ბევრი სიაში არიან ძალიან ბევრი რამაც მეც პირადად გამაკვირვა და მე რა კიდე ერთ საქართველოდანაც კარგად იმუშავეს ხო ევროპარლამენტარებთან კი სავარაუდოდ ესე იყო მე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ისეთი გვარებია იქ ჩამოთვლილი რომელზეც ინფორმაცია რა თქმა უნდა ალბათ საქართველოდანაც მიიღეს კანონმდებლებმა რა თქმა უნდა მზია ამაღლობელის ცალკე არის ერთ-ერთი პუნქტში მისი სახელი და გვარი და ევროდეპუტატები მიანიშნებენ რამდენი დღეა უკვე მზია შიმშილობს და უპირობოდ ითხოვენ მის გათავისუფლებას და მე რა ვიცი აი ხშირად ჩვენ სულ ესეთ ძირითად საკითხებზე ვაკეთებთ აქცენტს და კიდევ მინდა ორ მომენტზე გავამახვილო აქ ყურადღება რაც ასევე მგონია რომ სამომავლოდ უფრო და უფრო იქნება წინ წამოწეული ევროკავშირიდან ჩვენ არაერთხელ მოგვისმენიათ თუნდაც ქართული ოცნების მხრიდან და ეს მართლაც ასეა რომ საქართველოს ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების ბაზა არის საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და ნახეთ ცალკე პუნქტი არის რომელშიც საუბარია იმაზე რომ ევროდეპუტატები მოითხოვენ სწრაფად მოხდეს ფუნდამენტალური აუდიტი ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობების გადახედვის დაფუძნებით იმაზე, რომ დარღვეულია საბაზისო მეორე პუნქტი ასოცირების ხელშეკრულების, რაც მოიაზრებს ზუსტად ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფალ მედიას და სამართლიან სასამართლოს. ანუ შეხედეთ რა გამოდის, რომ არათუ შეჩერებულია ევროინტეგრაცია და საერთოდ წინსვლაზე არ არის საუბარი, დარღვეულია ორმხრივი ურთიერთობის საბაზისო დოკუმენტი. და მე ვფიქრობ, რომ აი ამაზე მომავალში უფრო მეტი საუბარი იქნება ევროკავშირის მხრიდან და ანუ შეიძლება ეს ასოცირების ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდეს, ამ აქამდე შეიძლება მივიდეს საქმე. მე რა ახლა ამაზე საუბარი იქნებოდა სრული სპეკულაცია, ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას,
თუმცა ის რომ საბაზისო მეორე პუნქტი როგორც წერენ თვითონ ევროდეპუტატები მათი აზრით არის დარღვეული და სწორედ ამიტომ ისინი თხოვენ რომ მოხდეს შეფასება ანუ მოითხოვენ კომისიისგან რომ მათ დაადასტურონ თუ მათი ხედვით დარღვეულია ხელშეკრულება. ჩვენ უფრო კონკრეტულ თემაზე შეგვეძლება საუბარი მას შემდეგ თუ კი დადებს თავის თქვათ მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით ევროკომისია, მაგრამ ისინი აპელირებენ აი ამ მუხლზე. და კიდე ბოლო მომენტიც მინდა არასდროს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში არ ყოფილა ასე მკაფიოდ ჩაწერილი დოკუმენტში, რომ სახეზეა რუსეთის გავლენის გაზრდა და ნაბიჯები იმისკენ, რომ უფრო მეტი დაახლოება მოხდეს არა ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, არამედ რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. ესეც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ასახავს იმას, რომ არის შეგრძნება, აქაც უკვე ძალიან ნათელი შეგრძნება კი არა, პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს არა მხოლოდ გადაუხვია გზას, ვთქვათ, არამედ უკვე მინიშნება და პირდაპირ წერენ ევროდეპუტატები, საით მიდის საქართველოს. ხო, ну თავარია რა გაგრძელება მოყვება ამას და სხვა რეზოლუციებივით მხოლოდ რეზოლუცია დარჩება თუ ექნება თუ არა გაგრძელება. კი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად ვიცით და არ უნდა დავმალოთ და უნდა ვთქვათ სიმართლე, სარეკომენდაციო ხასიათის არის ყველა რეზოლუცია, ეს რაც ეხება არაწევრ ქვეყნებს და ეს რეზოლუციაც არის სარეკომენდაციო ხასიათის. უბრალოდ ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი პოლიტიკური სიგნალი, იმიტომ რომ თვითონ ეს ევროდეპუტატები აქ ბრიუსელში და სტრასბურგში წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს. ისინი არიან მათი ქვეყნების კანონმდებლები დიდ ორგანიზაცია ევროკავშირში. და ასე თუ ისე ადრე თუ გვიან მაინც უწევს ხოლმე ევროკავშირსაც და წევრ ქვეყნებსაც საპასუხო ნაბიჯების გადადგმა. მე შემიძლია გავიხსენო ამ მხრივ ბელორუსის ვითარება, როდესაც პირველი სწორედ ევროპარლამენტი იყო, რომელმაც მიიღო რეზოლუცია ლუკაშენკოს არაღიარებაზე და შემდგომ უკვე რაღაცა პერიოდის მერე ვერ ვიტყვი რომ ერთ დღეში და ორ დღეში, თუმცა ევროკავშირიც ანუ მივიდა ამ ნაბიჯამდე და ამ დასკვნამდეც. ასე რომ უნდა დაველოდოთ, ნამდვილად კარგად იცი შენც რომ ევროკავშირში სწრაფად ასე ვერაფერი ვერ ხდება, ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თვითონ ქვეყნის შიგნითაც. მადლობა დიდი, ეს იყო თამარ ნუცუბიძე, რომელიც ბრიუსელიდან გვერდებოდა, ჟურნალისტი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე დაგეშურებით ხვალ და ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.